4 თვის განმავლობაში იანვრიდან დღემდე საქართველოში 20 ჩვილია დაღუპული ბავშვებში სიკვდილიანობის ზრდაზე დღეს ჟანდაცვის მინისტრმა განცხადება სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დავით სერგეენკო მედიის წარმომადგენლებს გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით შექმნილი პროექტი გააცნო. ამისათვის ორსულობის ადრეულ და შუა სტადიაზე ანემიის თავიდან ასაცილებლად სპეციალური სამკურნალო პროგრამა დაინერგება. ეს გადაწყვეტილება წლის განმავლობაში 300 შვილს გადაარჩენს. პროექტი UNICEF-ის რეკომენდაციებით ხორციელდება და მას სახელმწიფო დააფინანსებს. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ გარკვეული კონკრეტული მიმართულებების ერთობლივი განხორციელებით, როგორიც არის მაგალითად ორსულობის მონიტორინგი, ახალშობილთა სწორი კვება, არამედ მოხდეს სისტემური მიდგომა, რასაც ქვია დედის და ბავშვის ჯანმრთელობა. UNICEF-ი მიესალმება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ძალისხმევას სოციალურად დაუცველი ბავშვების პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენ მოუწოდებთ მთავრობას ინვესტირება მოახდინოს ადრეულ ასაკში ბავშვთა განვითარების პროგრამებში, მათ შორის ჯანმრთელობაში, სკოლამდელ აღზრდაში, ბავშვთა სიღარიბის შემცირებისა და ბავშვთა ზრუნვის სისტემის დახვეწაში. ეს ყოველივე კი გავლენას მოახდენს არამხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას და ხელშეუწყობს მოსახლეობის მატებას.